13 საათი 14 წუთია მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენ კვლავ ეთერში ვართ. თქვენ უსმენთ რადიო ქალაქ დალღაც FM 7:09 ეს არის გადაცემა გზადაგზა, მე მაია გახლავართ და დაგიბრუნდით სტუმრით. დღეს ჩვენს ეთერში გვესტუმრა ადამიანი, რომელიც სივრცის რეალური საქართველოს ავტორია, ის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს. როგორც მე ვიცი და ვხედავ და ვაკვირდები მის ბლოგს, აგროვებს ადამიანების ნამდვილ ისტორიებს და მათ მეშვეობით საუბრობს იმ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც ბევრის ყოველდღიურობას განსაზღვრავს. მისი ბლოგი გვაფიქრებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც საშრომის დაფასება, სოციალური უთანასწორობა, ფინანსური უსაფრთხოება და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე. დღეს სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენს სტუმართან და ჩვენი სტუმარია, როგორც არაერთხელ დავაანონსე დღეს გადაცემაში, ჟურნალისტი, აქტივისტი გვანცა თოთაძე. მოგესალმებით გვანცა, მადლობა სტუმრობისათვის, მადლობა რომ ჩვენს მოწვევას დათანხმდით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ერთ დროს ჩემი საყვარელი სამუშაო და დასაქმების ადგილი იყო რადიო ძველი ქალაქი. დღეს პირველად ვარ სტუმრის სტატუსში და ძალიან მიხარია. მადლობა მაია პირადად შენ რომ გადაწყვიტე რომ თქვენი საეთერო დრო უნდა დაეთმოს რეალურ საქართველოზე საუბარს. ძალიან დიდი მადლობა. გავიხსენეთ თოდახნის წინის ტკბილი წლები, როდესაც ჩვენ ვიყავით თანამშრომლები დიახ ზუსტად აქ ამ სივრცეში რადიო ძველ ქალაქში. ამბობენ რომ ვინც ბევრს შრომობს, აუცილებლად მიაღწევს ფინანსურ სტაბილურობას. ასე ამბობენ, მაგრამ რამდენად ეს საქართველოში, ამაზე რა თქმა უნდა ვისაუბროთ, რატომ ხდება რომ შრომა ხშირად ღირსეულ ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფს, ამ და სხვა სოციალურ თემებზე ვისაუბრებთ გვანცასთან ერთად. და სულ თავიდან დავიწყოთ გვანცა, როგორ გაჩნდა რეალური საქართველო, როდის, როგორ და რატომ? დავიწყოთ იქედან რომ პროფესიით ვარ ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი, ალბათ ეს ორი ყველაზე კარგად აღწერს ჩემს სტატუსს და ჟურნალისტიკა ჩემთვის არასდროს ყოფილა მხოლოდ უბრალოდ პროფესიას იყო იარაღი, რომ ხალხის ადგილვარი, ხმამაღლა მეთქვა და მიმეტანა საზოგადოებამდე. როცა დავინახე და ვხედავდი ყოველდღიურობაში ადამიანების როგორ შრომობენ, იბრძვიან გადარჩენისთვის, 24 შვიდზე ზოგი მათგანი ფიზიკურად, გონებრივად დაუღალავად შრომობს, მაგრამ მაინც გაჭირვებაში არიან, რაღაცნაირად ვერ ახერხებენ წინსვლას, უკეთესი ცხოვრების შექმნას, რომ შევხედე როგორ იცვლება სოფლები, ახალგაზრდებს იქ მომავალი არ აქვთ, ბავშვები საერთოდ დავიწყებულები არიან და ძალიან ბევრი სადგევარი გადავწყვიტე რომ ამ თემებზე ხმამაღლა მესაუბრე. სწორედ აქედან დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ ხომ არ დამერღვია სიჩუმე. რადგან ამ თემებზე ასე პირდაპირ ადამიანური ისტორიებით, თითოეული ოჯახის ისტორიით ხმამაღლა ნაკლებად მე თვითონ მესმოდა, ნაკლებად მესმის სტატისტიკები, მესმის ეკონომიკა როგორ იზრდება, როგორი კარგი სიტუაცია გვაქვს და მდგომარეობა საქართველოში, როგორ მივდივართ წინ, მაგრამ რატომღაც ოჯახებს ეს ყველაფერი არ ეთყობა. უსამართლობა უფრო მეტია, ასეთი შეგრძნება ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრს ჰქონდა და ვფიქრობდი რომ ეს ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან გადარჩენისთვის, ცხოვრებისთვის ამ წრეზე დარბიან, მათი ცხოვრების შესახებ ვიღაცას ხმამაღლა უნდა ესაუბრა. და რატომაც არა მე, რადგან მე მაქვს ამის ფუფუნება დღეს, რომ არ მეშინოდეს ხმამაღალი საუბრის, მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი თუნდაც პროფესიიდან გამომდინარე როგორც ჟურნალისტმა, მოკლედ ლაკონურად ფაქტებზე დაყრდნობით გაწონასწორებულად ვისაუბრო ის ტკივილი, ის პრობლემა, რომელსაც თითოეული ოჯახი დღეს საქართველოში განიცდის, ამიტომ დავიწყე ამ თემებზე ხმამაღლა საუბარი, მინი პატარა ვიდეოებით, საკუთარი ტელეფონით, სელფ-კამერით ჩაწერილი, ნახევრად უხარისხო, მაგრამ ვიზუალით, მაგრამ ხარისხიანი თემებით, შინაარსით და პრობლემაზე ორიენტირებული თემებით. და უფრო პროტესტია მაინც ეს შენი ბლოგი გვანცა. თუ უფრო პასუხისმგებლობა, თუ უფრო მოქალაქეობრივი ვალდებულება, აი რომელი უფრო იქნება ბრძოლა, ჩემთვის ეს ბრძოლა არის.
ეს არის ერთ-ერთი იარაღი, რა თქმა უნდა, დღევანდელ სამყაროში, რომ ვისაუბრო იმ სიმართლეზე, რა სიმართლეც ადამიანს აქვს სახლში, ჯიბეში, მაცივარში და ასე შემდეგ. ეს არის ფორმა უბრალოდ არჩეული, ერთ-ერთი საუკეთესო ალბათ ჩემი ხედვით, ამიტომ შევარჩიე ესეთი ფორმა, მინი ვიდეოებიც გადაღებით და კონკრეტულ ისტორიებზე დაყრდნობილი თემებით გამოვიტანო რაღაცა თემები. არის ერთგვარი, რა თქმა უნდა, პროტესტი ჩემი მხრიდან, რომ ადამიანი არ არის სისტემის მხრიდან დანახული, რომ დღეს ადამიანი ყველაზე ნაკლებად ღირს, ნაკლებად დაფასებული არის. ეს არის ნამდვილად პროტესტი ერთ-ერთი ჩემი მხრიდან, რომ ადამიანი არის ძალიან გაუფასორებული დღეს საქართველოში. რომ მინდა სისტემა პატარა ქალაქებს ხედავდეს. ყველა ვიდეოში ეს ჟღერს, რომ მინდა სისტემა ხედავდეს ადამიანს, მინდა სისტემა ხედავდეს სოფელს. ეს არის თავარი სათქმელი, ხო? შენი ვიდეოების და რამდენად არის მზად, როგორ მიხვდი ამ ვიდეოების გადაღების შემდეგ და გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოება ამ თემებზე სასაუბროთ. ერთი არის, რომ იმდენად პოლარიზებულია დღეს ჩვენს ირგვლივ ყველაფერი, ოჯახშიც კი ადამიანები ვერ ვსაუბრობთ კამათის გარეშე ნებისმიერ თემაზე. ეს პოლარიზება წამოსულია ასევე სისტემიდან, იმ პოლიტიკური წყობიდან, იმ მდგომარეობიდან, რაც დღეს და წლების განმავლობაში საქართველოში არის გამეფებული და შესაბამისად, როდესაც გადავთვალთ რომელიმე არხზე, ნებისმიერ რაღაცაზე შეგვიძლია ვიდაოთ, რატომ უყურებ რუსთავი ორს ან რომ რაღაცა პოლიტიკურმა პარტიამ რაღაცა განცხადება გააკეთა და წამოსულია იქიდან, რომ ხალხის ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება, სოფლებში მაცხოვრებლებთან, პატარა ქალაქებთან და თითოეულ მათგანს აქვს განცდა, რომ არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია, არავინ თითქოს მათ არ უსმენთ. შესაბამისად, ეს ადამიანის ხმა იმდენად ჩაიკარგა ამ პროცესებში, რომ სისტემის წინ წამოწევა იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ადამიანი არის მზად იმისთვის, რომ მის ისტორიაზე ვისაუბროთ, მაგრამ დღეს ადამიანები იღებენ არა ყმად ყოველდღიურ გამოწვევებზე და პრობლემებზე პასუხებს, როგორ შეიძლება შეიცვალოს, უკეთესად როგორ შეიძლება იგრძნოს ადამიანმა თავი, არამედ მუდმივ დაპირისპირებებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება აბსოლუტურად მზად არის იმისთვის, რომ მისი ცხოვრება რეალურად უკეთესობისკენ შეცვალოს. მაგრამ იმდენად დაღლილი არის ამ დებატებით, ამ კამათებით, ამ დაძაბულობებით, თან ცხოვრებას რო თავი გაართვას, ამ პრობლემებთან ინდივიდუალურ ბრძოლებში არიან, რომ ადამიანი არ არის მზად კიდევ მეტი კამათისხინ, არ არის მზად იმისთვის, რომ ცვლილებები მოითხოვოს, ზუსტად იმისთვის, რომ ენერგიას ართმევს სისტემა დღეს ადამიანს ისაუბროს მთავარ თემაზე, იმდენად დააკავა ვიწრო პრობლემებით, მისი სახლით, მისი ბავშვით, მისი გადასახადებით, რომ აი ამისთვის არ არის დღეს ადამიანი, ასე ვფიქრობ, ჩემი ვიდეოიდან გამომდინარე, მზად რომ რაღაცა ცვლილებებისთვის ენერგია მოძებნოს და დაიწყოს რაღაცა მოთხოვნები, ან პროტესტი, ან ქუჩაში გამოსვლა, ან საკუთარი აი ადამიანებს რას ეთყოდი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ერთი პიროვნების, ერთი მოქალაქის ხმა არაფერს არ შეცვლის. ხშირად აკეთებ აქცენტს შენს ვიდეოებში ამაზე. თავარი რაც უნდა იცოდეს არის ის, რომ ის მარტო არ არის არც იმ პრობლემას და რომელიც მის ოჯახში არის, არსებობს, რაღაც გადასახადები იქნება, ბავშვის აღზრდა განათლება იქნება, ნებისმიერი საკვები იქნება, პენსია იქნება და ასე შემდეგ. ანუ ადამიანი მარტო ის არ არის. ესაა მთავარი სათქმელი, ეს პრობლემა, რომელიც ხანდახან გგონია, რომ მარტო ჩვენ ოჯახში არის და სხვას არ აქვს, ასე არ არის. ყველას დღეს საქართველოში გვაქვს ერთი და იგივე გამოწვევები, ერთი და იგივე პრობლემები ყველა ოჯახს და ამიტომ უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ პრობლემების წინაშე მარტო არ ვდგავართ. ერთი ადამიანი შეცვლის რამეს, ერთი ადამიანი არ მაქვს იმის ილუზია, რომ რამე ცვლილებას მოიტანს, მაგრამ ერთი ადამიანის ხმამაღალი ხმა შეიძლება იყოს გადამდები და ამ ერთ ხმას შეუერთდეს მეორე ხმა, მესამე ხმა და როდესაც უკვე ხმები გამრავლდება, ეს გამრავლებული ხმების ოდენობა აიძულებს ნებისმიერ ხელისუფლებას მოусმინოს ადამიანს, მის მოთხოვნას და მის რატომაც დაიწყე ეს ყველაფერი.
და ეს ხმების მომრავლებას თუ გრძნობ, ანუ ამ ვიდეოების შემდეგ თანადგომა უფრო ხედავ თუ კრიტიკას საზოგადოებისგან? უფრო მეტი არის თანადგომა ვიდრე კრიტიკა. გამომდინარე ისევ იმ შინაარსობრივი თემებისა, რა თემებზეც მე ვსაუბრობ, ხომ? აი ბავშვის გაზრდა, გვიჯდება 2 წლამდე ბავშვის გაზრდა, ჯდება წელიწადში მინიმუმ 15,000 ლარი და მე ერთი თვის ხარჯი შეიძლება ჩამოწერო, რომ აი პამპერსში რა დაავადების თანხა გჭირდება, კვებაში ეს გჭირდება და ასე შემდეგ. გაციება რა ერთი პატარა გაციება მინიმუმ 250 ლარი ჯდება და ასე შემდეგ. ან ისეთ თემებზე ვსაუბრობ, რომ სადაო ამ თემებში არაფერი არ არის. ვიღაცას გაციება შეიძლება 200 ლარი დაუჯდეს, 150, ვიღაცას 500. ეს არის ინდივიდუალური, მაგრამ ფაქტი არის, რომ ერთი მცირე გაციება ოჯახს პრობლემებს უქმნის და შეიძლება ბალში გადააგდოს. თემები ისეთი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველა ოჯახი ხედავს მის თავს და ამას აფიქსირებენ კიდევაც ვიდეოებში. 100,000-ობით ნახვები არის, 1000-ობით კომენტარები არის, გადაზიარებები არის და ყველა მათგანი ამბობს რა კომენტარებში შინაარსობრივად რა მეგონა ჩემ ოჯახზე ამბობდი, მეგონა ჩემ ისტორიას ყვებოდი, ნამდვილად ეგრე არის, მეც გეთანხმებით. ნებისმიერი თემა, რომელიც არ უნდა ავიღოთ. სოფელში მაცხოვრებელი ბავშვი იქნება, გლეხის შრომა იქნება, ყანის მოყვანა იქნება, თუ სტუდენტის ცხოვრება და დაფინანსება და შემდეგ მისი პროფესიის მიღმა მუშაობა, თემები ისეთი არის, სადაო არაფერი არ არის. რა თქმა უნდა არის რაღაცა კრიტიკა. მხედველობაში ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ ხოლმე. აი ეს სეგმენტი, ვინც დისკომფორტს გრძნობს შენი ვიდეოებით. ძირითადი ნაწილი, რომელიც მე შევისწავლე ჩემი ვიდეოების მსმენელების, ვინც უფრო მეტად კრიტიკულად არის და შესაძლებელია ვიღაცა განსაკუთრებით პოპულისტის მეძახის, ეს ადამიანები არიან ან ტროლები, ან ბოტები, ძალიან თითზე ჩამოსათვლელი რეალური ადამიანები არიან, რომლებსაც აქვთ პირადი სიმპათია კონკრეტული ხელისუფლების მიმართ და შესაბამისად იცავენ მათ პოზიციას, მაგრამ აქაც მინდა რომ დავაფიქსირო, მე არ ვებრძვი რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, როდესაც ნებისმიერი ხელისუფლების დროს პრობლემები ვერ გვარდება და ეს პრობლემები მუდმივად ერთი და იგივე სახის მატარებელი არის, ეს არის სისტემური პრობლემა და ხელისუფლებაში ვინც არ უნდა იყოს ამ სისტემური პრობლემების მოგვარებაზე უნდა იმუშაოს და თუ ამ პრობლემებზე არ იმუშავებს, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელისუფლებაში, მე ყოველთვის ხმამაღლა გავაგრძელებ ამ თემებზე საუბარს, მანამ სანამ კაბინეტებში მჯდომი ადამიანები ვერ გაიაზრებენ, რომ ყველა ციფრის მიღმა დგას ადამიანი და ჩვენ დღეს არ უნდა ვიწონებდეთ თავს მხოლოდ იმისთვის, იმით რომ ეკონომიკა გაიზარდა რაღაცა რიცხვით, პროცენტით, იმ ფონზე, როდესაც ადამიანის მაცივარი რომ გამოაღო ოჯახში ყველაფერზე მეტყველებს, ამ ჯიბეში რომ ჩაიხედოს, ან უმუშევრობის დონეს რომ შევხედოთ, ან სოციალურად დაუცველების რაოდენობას რომ გადავხედოთ და ასე შემდეგ, ან შრომის უსაფრთხოებას გადავხედოთ, დღე არ გავა, არ გავიგოთ რაღაცა ტრაგიკული ამბავი, რამდენიმე დღეს წინ აგერ ადამიანი გარდაიცვალა ქუთაისში შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, ახალგაზრდა ბიჭი და ასე შემდეგ, ან ჩვენ ყოველ დღე გვექნება სხვადასხვა სახის ტრაგედიები, მანამ სანამ სისტემურად არ შევხედავთ პრობლემის მოგვარების საკითხს და არ ვალთ ამ ვიწრო პოლიტიკური ჩარჩოდან. შესაბამისად, ახლა თითქოს ამ ადამიანებს მე ვუპასუხებ, ვინც უფრო კრიტიკულად არიან ჩემს მიმართ განწყობილი, მაგრამ ჩემთვის მისაღებია ყველა სახის კრიტიკა, თუ ეს არის ჯანსაღი, თუ ეს არის დამაფიქრებელი და ყოველთვის ვთავაზობ ადამიანს ჩემს ვიდეოებში არა მარტო პრობლემებზე საუბრის რაღაცა ხედვებს, არამედ გამოსავალს. და როდესაც გამოსავალზეც მაქვს საუბარი, ამ გამოსავალი ვიცით ეს ყველაფერი გვანცა, ქალბატონო გვანცა, მაგრამ მე რა ვქნათ? გამოსავალი ყოველთვის არსებობს ნებისმიერი მდგომარეობიდან, მთავარია მონდომება, მთავარია ადამიანი დააყენონ წინა ხაზზე და გადაწყვეტილების მიღმა. გვანცა რომ შეიცვლება უკეთესობის საქართველოს მომავალი. რა გაძლევს ამის იმედს? ისევ ადამიანები, ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გაგვეჩნია და ყველა ისტორიულ ბრძოლაში როგორღაც ქართველი ხალხი და სახელმწიფო გადარჩენილა და მოვიდა ამ დრომდე და ამ დრომდე თუ მოვიდა არ მოვიდა მხოლოდ უმრავლესობის ხარჯზე, ყოველთვის უმცირესობის ხმა იყო გადამწყვეტი და ყოველთვის ამ დრომდე საქართველო გადაარჩინა იმ ერთეულებმა თუ ათეულებმა, ვინც უმცირესობაში იყო, მაგრამ სწორ პოზიციაში იყო და დღეს საქართველოს აქ ამხელა ისტორია ამდენ საუკუნოვანი და თუნდაც მოწინავე ქვეყანა
ქვეყანა ქვეყნის სტატუსი ნებისმიერ მიმართულებაში, მაშინაც კი, როდესაც საქართველოს მსოფლიოში ქალების ხმა არის მოდა, საქართველოში პარლამენტში ყავდა ქალების წევრები. საქართველო ყოველთვის იყო რაღაცა პროგრესული, განვითარებადი ქვეყანა და ეს იყო ძირითადად უმცირესობის ხარჯზე. ადვილად ვეჩვევით პრობლემებს თითქოს და აი რა არის ის ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ისე შევეჩვიეთ, რომ ვეღარც კი ვამჩნევ. ეგ არის ამბავი ჩემს ვიდეოებში, ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, რომ ყოველდღიურობას ისე ვარ შეჩვეული, რომ ამას ვეღარ აღვიქვამთ პრობლემად და უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს ჩემო ოჯახში ხდება მხოლოდ. და ეს ასე არ არის. ჩემო ოჯახში არ ხდება მხოლოდ, ეს ხდება ყველას ოჯახში და როცა ყოველ ოჯახში ხდება, თუ ყოველი მეორე ადამიანის ოჯახში, ეს უკვე სისტემური პრობლემაა და არა კონკრეტული ოჯახის და შევეჩვიეთ, იმიტომ რომ დავიღალეთ, მაია, დავიღალეთ ყოველ დღე ბრძოლაში ვართ, დღეს რა ვიჭამოთ, რა ჩავიცვათ, თავი როგორ გავიტანოთ, გადასახადი როგორ გადავიხადოთ, ბავშვის განათლება როგორ მივცეთ, რა მოვიკლოთ, რომ ბავშვი დამატებით ცეკვაზე ვაწაროთ, თუ კურსში გავიყვანოთ და კონკურსში გავიყვანოთ და ასე შემდეგ. ან პენსიონერი. პენსიონერი ყოველი თვის ბოლოს თუ როდესაც პენსიას იღებს, ფიქრობს იმაზე, ეხლა წამლის ხარჯზე დაბზოგო თანხა თუ კვების ფონზე დაბზოგო თანხა, მაგრამ პენსია არ არის საკმარისი მისთვის, ყოველთვის უწევს არჩევანი გააკეთოს პური ან წამალი. და ამ გამოწვევებით იმდენად ვართ ყველანი დაღლილი, რომ აღარ გვაქვს არც ემოცია, არც დრო, არც შესაძლებლობა ვიფიქროთ უფრო გლობალურად, უფრო მასშტაბურად და ვთქვათ, რომ ეს სახელმწიფოს პრობლემა არის. სახელმწიფომ შეგვაჩვია, რომ ეს ავიღაღვიქვათ ჩვენ ინდივიდებმა ჩვენს პრობლემად და რაღაცა ხუმრობები, რომელიც გავრცელებული იყო თავის დროზეც, რომ კარგი დიასახლის შვიდლარად ოჯახს არჩენს თუ კვებას შესთავაზებს თუ საჭმელს გაამზადებს, ისე დალექეს ადამიანის გონებაში, რომ ეკონომიურობა ოჯახის სიჭკვიანეზე მეტყველებს, რომ ამ მარწუხებიდან გამოსვლა ძალიან გვიჭრს. ახალგაზრდებზე ბოლო შენი ვიდეო მოვისმინე, ახალგაზრდე და გაქცევასთან დაკავშირებით იყო იმდენად გაწონასწორებული ხარ კრიტიკული კომენტარების ქვეშ, რომ ჩემს აღფრთოვანებას იწვევ. შენ თქვი, რომ მხოლოდ ჯანსაღ კრიტიკას ვღებულობ თითქოს, მაგრამ არა. ძალიან წარმოუდგენელ კრიტიკასაც კი ძალიან გაწონასწორებულად პასუხობ. ერთ-ერთი ესეთი ამონარიდი მინდა წავიკითხო, ქალაქი მხოლოდ ბეტონი და აბრები არ არის შენი სიტყვებია, როცა ახალგაზრდას თავისი ცოდნის გამოყენების, სამართლიანი შრომის და განვითარების შანსი არ აქვს, ის ქალაქი ფორმალურად არსებობს, რეალურად კი იცვლება. სწორედ ამის შეცვლა გვჭირდება შენობებს მიღმა ადამიანებს რეალური მომავალი და ღირსეული პირობები შევუქმნათ. პირველ რიგში რა ჭირდება ჩვენს ახალგაზრდებს, რომ არ გაიქცნენ და რა არის ის ნიშნები, რომ აი იფიქრებს, რომ ღირს აქ დავრჩე და მომავალი აქ დავგეგმო. ეს არ არის ერთი კონკრეტული წინადადება, რომელიც გვიშველის, რაც შეიძლება გავაჟღერო. ამიტომ რომ პრობლემა არის სისტემური. ანუ განათლებაშიც პრობლემა გვაქვს, დასაქმებაშიც პრობლემა გვაქვს, კულტურაშიც პრობლემა გვაქვს. ერთი პრობლემა არ არსებობს. სამწუხაროდ ერთი რომ იყოს, უფრო მარტივად მოგვარდებოდა, მაგრამ იმდენად ჯაჭვურად არის გადაკვეთილი ეს ყველაფერი. ვამბობდი იმას, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული ფორმულა, რომელიც გამოსავალს გვაპოვნინებს. ეს არის ესე ვთქვათ, ფუნდამენტურ ნაბიჯებს ვიტყვი, რომელიც საჭირო არის და წარმომიდგენია, რომ არის გამოსავალი, ეს არის შრომის რეალური დაფასება. ღირსეული მინიმალური ხელფასი უნდა იყოს განსაზღვრული შრომის უფასო შრომის აკრძალვა უნდა არსებობდეს. ეს შეეხება უკვე სტუდენტსაც, მუშასაც, მენეჯერ პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანსაც, გლეხსაც და ასე შემდეგ. ძალაუფლება უნდა გადანაწილდეს რეგიონებში, აუცილებელი არის დეცენტრალიზაცია, რომ ყველა ქალაქმა, მუნიციპალიტეტმა მიხედოს მის ახალგაზრდებს, პენსიონერებს, ინფრასტრუქტურას, პროგრამებს და ასე შემდეგ და გამოსავალი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსავალს, რომელსაც მე ჩემი ხედვით ხედავ, ეს არის, რომ შევწყვიტოთ შეგუება, დუმილი უნდა დავარღვიოთ და გამოსავალი არის იმის დანახვა, რომ ეს კერძო პრობლემა კი არ არის და ერთ კონკრეტულ ადამიანს ეხება, ეს არის საერთო სისტემური პრობლემა და ეს რაღაცნაირად ერთობა უნდა ვაგრძნობინოთ ერთმანეთს, თუნდაც იმის თქმით, რომ ეს მეც მეხება, კი მეც ასე ვგრძნობ, მე ჩემ ოჯახშიც ეს ხდება და როდესაც ეს ადამიანები
ადამიანების ხმა გამრავლდება და ხმა მაღლა ვიტყვით რომ ეს ერთი ადამიანის კი არა ბევრი ადამიანის პრობლემა არის იძულებული გახდება სისტემაც რომ სახელმწიფოც რომ მოусმინოს ადამიანს რეალური ისტორია გაქვს ამ დროისათვის გვანცადა და რამდენი ხანია ეს სივრცე შექმენი 65 ვიდეო მაქვს გაკეთებული 65 ისტორია მაქვს მოძიებული და ეს დავიწყე თებერვლის თვეში პირველი ვიდეო იყო შახტაში დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ისტორია აი მაგ ისტორიით დავიწყე ვიდეოების ესეთი მინი ვიდეოების გაკეთება, რომელსაც ვტვირთავ ჩემს პირად Facebook გვერდზე, Reels-ში და ვაქვეყნავდი TikTok-ზე. რამდენიმე თვეში ისე გამრავლდა მაყურებელიც, კომენტარიც, გაზიარებაც და ასე შემდეგ. გადავწყვიტე რომ გამეკეთებია like გვერდი რეალური საქართველოს გვანცასთან. ეს გვერდი არის 3 თვის შექმნილი დაახლოებით და უკვე ყველა ინფორმაციას იქ ვუყრი თავს. როდის მივხვდი რომ მხოლოდ ბლოგი არ არის ეს და აი საზოგადოებრივი მნიშვნელობა შეიძინა. აი თუ ვინმე სჭირდება გამოიკლიოს საქართველოში რა პრობლემები აწუხებს ადამიანებს შემიძლია თამამად თქვა რომ შემოვიდეს ჩემს გვერდზე და მოусმინოს ამ ისტორიებს რადგან ყველა ისტორიას ჩემს ვიდეოში ყავს რეალური გმირი მე შეიძლება სახელი შევცვალო რადგან მაინც ადამიანს ურჩევნია რომ უფრო კომფორტულად გრძნობს თავს დაცულად თუ მისი სახელი იქნება შეცვლილი მაგრამ ქალაქს მუნიციპალიტეტის სოფელს და ასე შემდეგ ამას არ ვცვლი ასე რომ ნებისმიერი ისტორია რომელიც არ უნდა მოისმინონ ჩემთან რა ჯდება თუნდაც ერთი ყანის დამუშავება თუნდაც როგორი არის ერთი ბავშვის ზაფხული სოფელში მაცხოვრებლის ან ქალაქში მაცხოვრებლის ზაფხული როგორი არის ნებისმიერი ისტორია შემოვიდეს და მოისმინოს ეს არის სამაგიდო კვლევა ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიისთვის ვისაც რეალურად აღელვებს საქართველოს და შეიძლება რეალური პროგრამა გაწეროს ადამიანზე ორიენტირებული ყველა ჩემმა ისტორიამ მაჩვენა ის რომ ადამიანის ფასი არის ძალიან დაბალი. ანუ გაუფასურებული არის ადამიანი ძალიან ქვეყანაში, რომელი ისტორიაც არ უნდა ავიღოთ. მარჩენად დაკარგული ბავშვის დახმარება თვეში არის 100 ლარი. დღეში გამოდის 3 ლარი და 30 თეთრი. ანუ სახელმწიფო მარჩენად დაკარგულ ბავშვს პურის ფულსაც არ აძლევს თვის მანძილზე. ერთი პურის საფასური ლარი და 20 და ლარნახევარი. რო გადავთვალოთ ერთი მარჩენად დაკარგული ოჯახისთვის 100 ლარი პურის ფულიც არ არის. მარტო ხელა დედების სტატუსთან დიდესი პრობლემები გვაქვს და სახელმწიფოში ყავს უამრავი მარტო ხელა დედა და სტატუსი არ აქვს, იმიტომ რომ არ აღიქონს სახელმწიფო მას მარტო ხელა დედად. მან და მაინც ბავშვის დაბადების დოკუმენტში უნდა არ ეწეროს, არ უნდა ეწეროს მამის გვარი. ამ შემთხვევაში ხარ მარტო ხელა დედის სტატუსი გაქვს და ამასაც არავინ არ გეუბნება, როდესაც გავაკეთე მარტო ხელა დედაზე ვიდეო, მე მომწერა გორიდან ერთ-ერთმა მარტო ხელა დედამ მომიყვა ისტორია, გავიგე ინფორმაცია და ავაწყო ვიდეო. ამ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ კიდევ აღმოვაჩინე რომ ყველა მუნიციპალიტეტში მარტოხელა დედებს აქვს განსხვავებული დახმარებები. მაგალითად ქუთაისში არ არსებობს ყოველთვიური მხარდაჭერა მარტოხელა დედისთვის, რომელსაც დოკუმენტურად დაგიბრუნდით კვლავ ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩემს სტუმართან ერთად, გვანცასთან ერთად, გვანცა გავაგრძელოთ საუბარი დიდი ბოდიში კიდევ ერთხელ შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ იმდენად საინტერესოდ საუბრობდი, ვფიქრობ აზრი არ გაგვიწყდა. აი სიღარიბეზე საუბრობდით ზუსტად და რა არის ყველაზე ის მცდარი წარმოდგენა, მოდით ამაზე რომ მიპასუხო, რაზეც სიღარიბესთან დაკავშირებით, რაც აქვს ჩვენ საზოგადოებას. ყველა ადამიანი, იმაზე ვსაუბრობ, რომ ყველა ადამიანი ფიქრობს, რომ ეს პრობლემა მას ეხება და ეს არ არის სისტემური პრობლემა. ამიტომ ჩემს ვიდეოებში ყოველთვის ვცდილობ უპასუხო კითხვებს, აი რატომ მოხდა, როგორ მოქმედებს ეს ადამიანზე და რა უნდა შეიცვალოს. მე არ მინდა მხოლოდ რაღაცა ვიწრო ახალი ამბების მოყოლა, ან ამბების მოყოლა, ამიტომ შევარჩიე ზუსტად ის ფორმატი, რა ფორმატიც მაქვს და მინდა ადამიანმა დაინახოს საკუთარი ცხოვრება უკეთ გაიგოს და მიხვდეს რომ ეს არ არის ერთი კონკრეტული ოჯახის პრობლემა, ეს არის სისტემური ხარვეზი და ამიტომ ჩემს ყველა ვიდეოს ვიწყებ ყოველთვის კონკრეტულად ერთი ადამიანის საუბრით, ერთი ადამიანის ისტორიით და ვასრულებ ყოველთვის სისტემური პრობლემით. ვერცეთ ჩემს ვიდეოში ვერ ნახავთ რომ მქონდეს ან რაღაც აგრესიული ფონი, ან მქონდეს რაღაცა პოპულიზმი, ან მქონდეს
ხო, ან მე ვცდილობ ალბათ ვიყო საქმეზე ორიენტირებული. კამათი ძალიან რომ უნდოდეს იმედი მაქვს თუ სიმართლე ვინმეს გააღიზიანებს. სამართლიანი ტონით საუბრობ. ეს არის სიმართლე, რასაც ვსაუბრობ. თუ ვინმეს უბრალოდ ეს სიმართლე გააღიზიანებს, რომ ვიღაცა არ მოეწონება ჩემი სიმართლე, რომ არ ჩანა დაკარგულ ოჯახს 100 ლარი არ უნდა ქონდეს თვითონ თემდი, ან პენსიონერს უფრო მეტი პენსია უნდა ქონდეს, ან მარტოხელა დედის სტატუსი უნდა იყოს მოგვირებული ქვეყანაში, ან არ შეიძლება აფთიაქში შესვლისას ვფიქრობდეთ, რომ საგადასახადო გვიდევს ჯიბეში, იმიტომ რომ ყველაფერს ცეცხლის ფასი უკედია, ან მაღაზიაში შესვლისას რაღაცა სასწაული ფასები აქვს ამ პროდუქტებს და ჩვენი ხელფასი ვერ ეწევა ამ ყველანაირ ხარჯს. თუ ეს სიმართლე ვინმეს არ მოსწონს, ის ადამიანი ან სხვა საქართველოში ცხოვრობს, ან კონკრეტული ვიწრო მომგებიანი პოზიციებიდან გამომდინარე საუბრობს. შესაბამისად, სხვა მხრივ არ ვარ კონფლიქტური, არ მიყვარს აგრესიული საუბარი, მირჩევნია საქმეზე ორიენტირებული ვიყოთ, ვისაუბროთ რეალურ ჩვენს პრობლემებზე, ერთად ვიმსჯელოთ მის გადაჭრის ხსებზე და გამოსავალი ვნახოთ ერთად და გამოსავალი არის ადამიანებში და ადამიანების ხმაში და არა კონკრეტული ვიწრო პოლიტიკური პარტიის ხედვაში, რადგან ჩვენ ვქირავთ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ხელისუფლებაში დავსვამთ ქვეყნის სამართავად და მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი ჩვენს დაკვეთილ სამუშაოს ასრულებენ და თუ ჩვენი დაკვეთილი სამუშაოს მიღმა არასწორად მიმდინარეობს რაღაცეების შესრულება, ესე იგი აცდენილები არიან მიზანს და შესაბამისად ჩვენ უნდა ვითხოვოთ, რომ ან დაუბრუნდნენ, ან ჩვენ თავად შევქმნათ ცვლილებები. და ის პროექტი, რასაც ეხლა ახორციელებ, რა შეიძლება დავარქვათ, ანუ შეხვედრა გამოფენა ქუთაისში. შენ ამბობ, რომ ეს ისტორიები მხოლოდ ვიდეოებში არ უნდა დარჩესო. აი, რას გვეტყვი ამასთან დაკავშირებით, რა შეიძლება ამ რეალურმა დიალოგებმა მოახერხოს ისეთი, რასაც ვერ ახერხებს სოციალური ქსელები. როდის გაიმართება, როდის გაჩნდა ეს იდეა, ვინ არის ავტორი და ვის ელოდები? ვისაუბრები იმ კონკრეტულ დღეს, როდესაც ეს გაიმართება, მოდით ან დავაანონსოთ და ვისაუბროთ ამ სივრცეს თუ ამ პროექტს როგორც შენ უწოდებ, ეხლა უფრო დავიკონკრეტებ, ქვია რეალური საქართველო აქ არის. კი ბატონო. მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ რეალური საქართველოში არსებული პრობლემების გამოწვევების თემების მოკლე ვიდეოების გადაღება დავიწყე მოხალისეობრივად, ახლაც მოხალისეობრივად მუშაობ. ეს არის ჩემი ერთი მოქალაქის, ერთი აქტივისტის, ერთი ჟურნალისტის სათქმელი. ვიყო ხმა იმ ადამიანების, ვისაც არ შეუძლია, ვისაც შეუძლია, მაგრამ ვერ საუბრობს და ბევრი მიზეზი არსებობს. მე ვისაუბრო მათ მაგივრად, ჩემს მაგივრად და ყველას მაგივრად. ხმა მაღლა შემდეგ ზუსტად კომენტარებიდან, გაზიარებებიდან, ადამიანების გამოხმაურებებიდან ასობით ადამიანი მწერს პირად შეტყობინებაში. კომენტარებში, არ ვიცი, ძალიან ბევრი ნახვები აქვს. 800,000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა სოფლის თემაზე გაკეთებული ვიდეოები. თითქმის მესამედმა საქართველოს მოსახლეობის. ანუ ადამიანები თვითონ გვკარნახობენ და მკარნახობენ რა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, მისთვის და რაზე უნდა ვისაუბრო ხმამაღლა. შემდეგ ზუსტად ამ პირადი სივრციდან და დაწყებულმა ვიდეოებზე ყოლილმა გამოხმაურებმა მაიძულა, რომ კარგი გაგებით გამეკეთებინა ახალი სოციალური გვერდი სპეციალურად რეალურ საქართველოს გვანცასთან და შემდეგ უკვე ჩემი პირადი პლატფორმიდან და ოფიციალური პლატფორმიდან გაკეთებულმა ვიდეოების გამოხმაურებებმა ინსპირაცია მომცა გამეკეთებინა პირველი საჯარო გამოფენა ქუთაისში. ეს ისტორიები არ უნდა დარჩეს მხოლოდ სოციალურ ქსელში. და ადამიანები ამას მწერდნენ, რომ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სოციალურ ქსელში და კარგი იქნება, რომ პირისპირი საუბრები გაგრძელდეს, არსებობდეს სადღაც სივრცე, სადაც შევიკრიბებით, ვისაუბრებთ, გამოსავალზე ვიმსჯელებთ, რა შეიძლება გაკეთდეს სხვა, ზეგ, რა უნდა იცოდეს ადამიანმა და ასე შემდეგ. ასე რომ ის საჯარო დისკუსია გამოფენა, რომელიც დავაანონსე, ეს არ იყო ჩემი ორგანულად ჩემი იდეა,
იდეა ეს იყო ბევრი ადამიანის იდეა, რომელსაც დავიწყე რომ განახორციელებდა და ამ იდეის ავტორიც არიან თვითონ ადამიანები. მე პირველ ივლისს გავაკეთე ეს განცხადება ამ ადამიანებზე დაყრდნობით, კომენტარებზე დაყრდნობით, რომ მოდი გავიდეთ სოციალურ ქსელებთან. რატომ? იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ვიდეოები იკარგება, საუბარი საუბრად რჩება, მიბიწყებას ეცემა და ასე შემდეგ, მაგრამ პირისპირ საუბრები ერთ სივრცეში ადამიანების შეკრება უკვე ახალი ეტაპი არის ცვლილებების მოტანის, ახალი ეტაპი არის ხვალინდელი დღის დაგეგმვის და ასე შემდეგ. და შანსი არის ამ პრობლემების და ვიდეოებისთვის, რომ ესენი არ მოკვდნენ, ან დავიწყებას არ მიეცდნენ. და მხარდაჭერა გამოიწვია საზოგადოების მხრიდან, ეს რადგან ვამბობ, რომ არ არის ჩემი და ეს იდეა ეკუთვნოდა ხალხს, ხალხმაც გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო ამ იდეის მხარდამჭერი ფინანსურად, სივრცის დათმობით, მოხალისეობით და ასე შემდეგ 27 ადამიანმა გააკეთა შემოწირულობა 588 ლარი შეკროდა იმისთვის, რომ ტექნიკურად და საჭირო ხარჯები გავწიოთ, რომ ეს საჯარო გამოფენა მოეწყოს, რაც გულისხმობ. მოეწყობა როდის? 6 აგვისტო 7:09 კუპრაძეზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს, რომ ადამიანები ვისაც სურვილი აქვს რომ აქ შეხვედრაზე მოხდეს, უნდა გაიაროს წინასწარი რეგისტრაცია და ეს რეგისტრაციის ლინკი ჩემს გვერდზე დევს, მხოლოდ იმისთვის რომ სივრცეც სწორად შევარჩიოთ, გარემო შესაბამისი იყოს და ვიცოდეთ დაახლოებით როგორ უნდა მოვემზადოთ, რა რით უნდა დავხვდეთ, რამდენ ადამიანს უნდა დავხვდეთ. შესაბამისად 6 აგვისტოს 7:09-ზე კუპრაძეზე სახლი ნომერი 12, მე-14 შესახვევი შევიკრიბებით და ვნახავთ გაცოცხლებულ ისტორიებს, ანუ ვიდეოებიდან, დიდ პოსტერებზე, დიდი ფორმატით, ყველა ის პრობლემა, რომელიც საქართველოში არსებობს, ყველა მიმართულებით, პენსიონერები, ბავშვები, სოფელი, ხორცის ფასი და ასე შემდეგ, ყველაფერი იქნება თავმოყრილი. რას ფიქრობ, იქ მოსული ადამიანი, რა უნდა იგრძნოს? ვინც უკვე დარეგისტრირდა და ფიქრობს, რომ მოვა, მათ აქვთ ალბათ არა მოლოდინი იმისა, რომ საერთო ხედვებზეც ვისაუბრებთ, რომ გამოსავალი ერთად მოვუძებნოთ, რომ თქვათ, რომ კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს. კარგი, ერთი ვისაუბრეთ, მეორე შევიკრიბეთ და კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს. ეს ადამიანები, ვინც რეალურად მე მისმენს, მათ არა აქვთ დრო აქციაზე გამოვიდნენ, დადგნენ. იმიტომ რომ ერთი აქციაზე გამოსვლის დღე ნიშნავს, რომ მათ ისინი უახლოვდებიან ვალებს კიდევ უფრო ახლოს, იმიტომ რომ მისთვის ერთი გაცნენილი დღე არის, ერთი გაცნენილი სამუშაო დღე და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს სივრცე არის ადამიანებისთვის, რომლებსაც არც დრო აქვთ შეიძლება, ან არ ფიქრობენ, რომ რაღაცა პროტესტის უკიდურესი ფორმა უნდა გამოიყენონ, ან არ ფიქრობენ, რომ საჭირო არის რაღაცა ესეთი არამიზნობრივი ხმაურიანი საუბრები. არის მიზანზე ორიენტირებული ძალიან და ერთად შეკრების შემდეგ გადავწყვიტავთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, კიდევ იქედა გამომდინარე, რომ მე არც თავიდან მქონია დაგეგმილი, რომ ასე გავზრდიდი სივრცე. არ არის ბევრი, 1000 ადამიანი არის, თუ შემომწირველების დაგვესწრება გამოდის, რომ სრულად დაგვესწრება, მაგრამ შემომწირველების რაღაცა გარკვეული რაოდენობა ქუთაისელი არ არის. ერთიან მაგალითად თბილისელი მრავალშვილიანი დედა, რომელმაც გააკეთა შემოწირება, თქვა რომ მე მინდა რომ ესეთი გამოფენა არსებობდეს, მე ვიყო ამის ნაწილი, ამ სივრცის ნაწილი და თუ ჩამოხვდით თბილისში, გელოდებით თბილისში. ვიღაცა მომწერა რუსთავიდან, რომელმაც გააკეთა შემოწირება და მითხრა რომ ვერ ჩამოვალ, მაგრამ ბევრიც არ არის, მაგრამ იმედია რომ რაღაცაში გამოგადგება და გამოგადგება მთავარია გამოფენა გაგეწება. სიამოვნებით გელოდები გამიხარდება. ვინც და ფიქრობს ახლა რა ვქნა მივიდი არ მივიდი რა დამხვდება, რა შეწყვიმ ხალხს? დახვდება სივრცე, სადაც იქნება ვიზუალურად წარმოდგენილი ზუსტად ეს ჩვენი გამოწვევები, რომელსაც ყოველდღურად ხედავთ, მაგრამ ვერ აღვიქვამთ, არ ვაფიქსირებთ, თვალს ვარიდებთ, არ ვთვლით, რომ ეს პრობლემა არის საერთო და ასე შემდეგ. ადამიანებსაც სურდათ გაეცნოთ თუნდაც გვანცა და გაიგო ვინ არის, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა კითხვები, ვიღაცა ფიქრობს ვინ არის გვანცა, რატომ დაიწყო, პოლიტიკაში ხომ არ აპირებს მოსვლას, რაღაცა კითხვები არსებობს,
ალბათ ამ შეკითხვას უკვე გისვამი დიდი ხანი. არის კი პირადი მიმოწერებით, საჯარო კომენტარებით და ასე შემდეგ. გაცნობა მესამე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თანამოაზრეებმა შევხედოთ ერთმანეთს და რაღაცები რესურსები გავუზიაროთ. ვიღაცა შეიძლება რაღაცა თემა უფრო მომაწოდოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ შეკრებაზე მეც გარდა იმისა, რომ ადამიანები მოვლენ და ნახავენ ამ პრობლემებს, რომელსაც ვიცით ამის მიღმა ჩვენ ვისაუბროთ ხვალინდელ დღეზე. ვიღაცა თუ გახდება მოხალისე იმ კუთხით, რომ მომაწვდის ინფორმაციებს, რაზე შეიძლება ვისაუბროთ, ხვალზე, გმაზე, იქნება ყველაზე კარგი მონაპოვარი ერთ-ერთი ჩემთვის ამ შეხვედრიდან. ასე რომ ამ შეხვედრაზე შეიძლება ვიღაცა გამოჩნდეს და თქვას, რომ მოდი ქუთაისში კი არა, ჩემს მუნიციპალიტეტში გავაკეთოთ და წამოდი იქ წავიდეთ და გავაკეთოთ რა ვიცი პირობითად ზესტაფონში. და ასე შემდეგ. რაც შეიძლება მეტი და მეტი ადამიანი გაერთიანდეს. უნდა გავიდეთ სოციალური ქსელიდან. სოციალური ქსელი გვართმევს ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობებს, რომელიც საჭირო არის გამოსავლის პოვნაში. ასე რომ უნდა გავიდეთ სოციალური ქსელიდან და გავიტანოთ სოციალური ქსელიდან ეს თემებიც და უნდა გავაცოცხლოთ ხმამაღლა და დავიწყოთ საუბარი და ვთქვათ, რომ ჩვენ რეალური ადამიანები ვართ, სოციალურ ქსელში მდგომი ადამიანები ვართ, რა თქმა უნდა, მაგრამ ვართ ეს ადამიანები რეალისტები, რეალური ადამიანები და რეალურად გვაწუხებს და რეალურად გსურს რაღაცა ხედვა გქონდეს. და ალბათ მოვლენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ყველაზე ნაკლებად აქვთ იმედი კონკრეტული ძალების თუ პოლიტიკური პარტიების თუ ასე შემდეგ რომელიც არსებობს საქართველოში, არ ვიცი, რაღაცა ახალი ხედვა, ახალი გზა, ორიენტირებული მშვიდობაზე, სიწყნარეზე, არა კონფლიქტზე, დაძაბულობაზე და ასე შემდეგ. აი ესეთ ადამიანებს ველოდები. იყურებთ და ეს არ არის მართლა უსამართლობით შეწუხებული ადამიანი, ეს ერთგვარი ბრძოლა არის, თან მარტოკა. ხო შეიძლება ითქვას, შენ ამ მე გამიხარდება თუ შემომიერთდებიან ადამიანები, დიახ, მარტო ვარ, საკუთარი ძალებით. ეს არის ნამდვილად ბრძოლა. მოდის იტყვი, რომ გამიხარდება თუ შემომიერთდება ადამიანები ნებისმიერი ქვეყნის საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან. გაძლიერებას და ბევრი მხარდაჭერის მოკრებას ირგვლივ. როდის იტყვი, რომ აი ამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო? როდესაც საერთოდ აღარ იქნება საჭირო რეალური საქართველოს გვანცასთან არსებობა. როდესაც ჩემი გვერდი ამაზე ვოცნებობ, რომ ცოტა აქეთ გადმოიჭი. აი შენი საქმიდან. ჩემმა გვერდმა ფუნქციონირება და თქვათ, რომ სისტემამ ადამიანი დაინახოს. მაგრამ აი მაინც რა პატარა ნაბერწკალი უნდა გაჩნდეს. რომ გვანცამ თქვას, რომ მე ყველად არ გამოვჩდი ამ სივრცით. სიჩუმეს თუ დაარღვევს ადამიანები. მოსაზრებების გაზიარება, მოწონება, ესეც სიჩუმის დარღვევა. დღეს ადამიანებს გვიჭირს ყველაზე მეტად ამ სიჩუმის დარღვევა ბევრი მიზეზის გამო. და ეს მიზეზი ძირითადად მომდინარეობს უსაფრთხოებიდან და უსამართლობიდან და რაღაცის დაკარგვისგან. ადამიანს ეშინია რომ რაღაცა არ დაკარგოს თუ რაღაცა სიტყვის. რაღაცა არ დაემართოს თუ რაღაცა სიტყვის. და ასე შემდეგ. შესაბამისად თუ სიჩუმეს დავარღვევთ და ეს სიჩუმე ბევრნაირად შეიძლება დაიხაროს ვიდეოს გაზიარებით, ერთი რეპლიკის დაწერით და ლაიქებით. ან პირად შეტყობინებაში მომწეროს, რომ აი ეს იქნება ამ თემაზეც ვისაუბროთ. და ერთი არის რომ მე რაღაცებს შეიძლება ვეძებდე, მეორე არის რომ ადამიანები გზადაგზა რაღაცებს მახვატრებენ და დღეს პრინციპში ასე ვართ, ასე ამ ეტაპზე ვარ 50-50 არის ადამიანები თავად მწერენ და თავაზობენ რომ ვისაუბრო მათ თემატიკაზე, როგორც მარჩენლან დაკარგულმა დედამ მომწერა რუსთავიდან, ან მარტო ხელა დედამ გორიდან და შემდეგ ამოვაჩინე რომ ყველა ქალაქში სხვადასხვანაირად და მუნიციპალიტეტი სხვადასხვანაირად არის მარტო ხელა დედების დახმარება და გორში კი აძებენ 200 ლარს თვეში, მაგრამ ქუთაისში საერთოდ არ არის და სხვა მუნიციპალიტეტებში საერთოდ არც იციან ვის უნდა მიაკითხონ და თურმე დახმარება არსებობს თუ რა არსებობს და დავიწყებული არის ასე შემდეგ. მოკლედ დღეს ვარ ამ ეტაპზე, რომ ვიღაცები მწერენ, რაღაცებს მე თვითონ ვეძებ. გამიხარდება თუ ეს ადამიანების რაოდენობა ამ კუთხით გაიზრდება, ასევე გამიხარდება და შედეგად ჩავთვლი იმასაც, თუ კონკრეტული თუნდაც პოლიტიკური ძალები, რომლებსაც სურთ რომ იყვნენ აი საქართველოს დღევანდელი დღის თუ ხვალინდელი დღის შექმნაში და მათ აქვთ ძალაუფლებაც, პლატფორმაც, დაფინანსებაც, შესაძლებლობაც და ასე შემდეგ.
რეალურად გააკეთებენ ორიენტირს ამ ადამიანების საჭიროებებზე და ძალიან მარტივად შემიძლია შევაფასო, თუნდაც, როდესაც არჩევნების პერიოდი დადგება, საარჩევნო პროგრამებში ვის რა გაწერილი. თუ კიდევ არის ისეთი რაღაცები გაწერილი, სადაც ადამიანი არ ჩანს, ან კითხვაზე პასუხი რომ ამ გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება ადამიანის ცხოვრებას როგორ შეცვლის, აი ამაზე რომ იქნება პასუხი გაწერილი, ვიტყვი რომ რაღაცა დონეზე ჩემი საქმე შემისრულებია. ძალიან დიდი მადლობა გვანცა შენი იდეების გახმოვანებაში და კიდევ სამომავლოდ ალბათ ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა გაქვს. ყველა ამ ინიციატივაზე წამოწყებას მე უპირობოდ ვუჭერ მხარს, იმიტომ რომ გენდობი თავიდან ბოლომდე გიცნობდა ვიცი როგორი ჭკვიანი, განათლებული, მებრძოლი გოგო ხარ. და ძალიან დიდი წარმატებები რეალურ საქართველოს, ასევე იმ საჯარო გამოფენას, რომელიც 6 აგვისტოს გაიმართება კუპრაძეზე 7-ის ნახევარზე. და უნდა დავრეგისტრირდეთ ლინკზე, რომელიც მოცემულია გვანცას გვერდზე. ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა გვანცას, რომელიც მოგვიწოდებს ხმამაღალი საუბრისაკენ და მე ვფიქრობ, რაღაცა ყინულით აძრა კიდევაც იმდენად აქტიურობს ხალხი მისი ვიდეოების ქვეშ და არაერთგვაროვანი აზრებს ვკითხულობ. კი მართალია ბოტები და ტროლები შემოგვესევიან ხოლმე, მაგრამ საინტერესოა ესეც, ხო? და ვუსურებ ჩვენ საზოგადოებას, რაც შეიძლება ხმამაღლა საუბარს, ცვლილებების მოტანას, რაც არაერთხელ ახსენე გვანცა და ძალიან დიდ მხარდაჭერას, დაფინანსებას გისურვებ. განხარდება თუ ამ პროცესში მათ შორის იქნება ფინანსური მხარდაჭერა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ გავწდები ჩემს ვიწრო და უფრო მეტ ადამიანს ჩავრთა, უფრო მეტ ადამიანზე ვისაუბრებ. თუ ეს მომცემს იმის შესაძლებლობას, რომ საერთოდაც გავიდე და პირისპირ მივიდე ამ ადამიანებთან და აი კონკრეტული სოფლიდან, კონკრეტული მუნიციპალიტეტიდან დავიწყო ამ თემებზე საუბარი, გამიხარდება, რადგან აი მაგალითად აჭარის ერთ-ერთი სოფლიდან მომწერეს, რომ ჩვენ სოფელში ყველა სახლი დაკეტილი არისო. აი რომ ქონოდა ალბათ არა დაფინანსება რომ ქონოდა მე ვასწავლე ჩავიდოდი იმ სოფელში, იმ კონკრეტულ სოფელში ვინახავ ამ შეტყობინებას და იქიდან მოყვებოდი ამბავს. გამიხარდება თუ რა თქმა უნდა ეს როგორი ამბავია, იცით, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. მე კვირაში 3-ჯერ ვაქვეყნებ ვიდეოს. 3 სხვადასხვა ვიდეოს სხვადასხვა თემებზე და ამ 3 დღის მიღმა ყოველდღე ვმუშაობ თემის მოძიებაზე და მუშაობაზე, სათქმელი როგორ წარმოვაჩინო, სისტემური ხედვა როგორ მოვყვი ადამიანურ ენაზე, იმიტომ რომ როგორც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა იყოს, მე ყოველთვის გავაგრძელებ, სანამ შედეგს არ დავინახავ, ყოველთვის გავაგრძელებ ადამიანურ ენაზე იმის გადმოცემას, ამ სისტემური ხარვეზების გადმოცემას, თუ როგორ მოქმედებს ეს გადაწყვეტილებები ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამას ახლა ვახერხებ. თუ იქნება მხარდაჭერა, ამას უფრო მასშტაბურად მოვახერხებ, უფრო ხარისხიანად მოვახერხებ. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა თქვენი ეთერიდან იმ ემიგრანტს ამერიკიდან, რომელმაც გამომიგზავრა მიკროფონები და მიკროფონით უწერ დღეს ვიდეოებს და არის მის ჭიშინი და ასე შემდეგ. მადლობა მინდა გადაუხადო ზესტაფონელ ახალგაზრდას, რომელმაც გამომიგზავნა შტატივი და შემიძლია ტელეფონით დავამოკრო შტატივზე და ესე გადავიღო. მადლობა მინდა გადაუხადო იმ 27 ადამიანს, რომელიც შემომწირველი არის კონკრეტული გამოფენის, საჯარო შეხვედრა გამოფენის და გადაწყვიტა რომ გადარიცხოს 1 ლარი მინიმუმ მაინც რომ ეს შედგეს იმ ადამიანის, ვინც შემომთავაზე რომ სივრცეს დაგითმობთ, იმ ადამიანის რომელმაც მითხრა რომ ვიდეოს გადაგიღებთ, ეს ამ ადამიანების რაოდენობა ყოველ დღე იზრდება და მე ეს მახარებს და ხვდები რომ მეც მარტო არ ვარ, რომ ჩემს საუბარსაც აქვს აზრი და ეს არის ყველაზე დიდი мотиваცია ჩემთვის, რომ როდესაც ადამიანს ხედავ რომ აქვს დადებითი უკავშირი ან პირად შეტყობინებაში ან რაღაც ამ სახით, მაძლევს мотиваციას რომ არ გავჩუმდე, გავაგრძელო საუბარი და უფრო მეტი ადამიანი მოვიცვა. კვირაში 7 დღე ვმუშაობ ამ თემაზე, ერთადერთი კვირა დღე მაქვს, ვცდილობ რომ 9 დღე არ ვიფიქრო ამ თემაზე. არ გავეკარო არც ლეპტოპს, არც ტელეფონს, გავიგერო მარტო კაკეთებ ამ თემებს.
ხო, ყველაფერი თავისი თავის თემის მონტაჟი ან თავის მინიმალისტური მონტაჟი, ესეც იმიტომ რომ ჩემი ტელეფონის სხვა შესაძლებლობებს არ მაძლევს. გადაწყვეტა ჩემმა მეუღლემ რომ გამომიცვალოს ტელეფონი, ამ საქმიანობას უფრო ხარისხიანად მივუდგე და ასე შემდეგ. მოკლედ ესეც ახლა ამ მდგომარეობიდან გამომდინარე შეიქმნა მოცემულობა რომ მე მაქვს ამის დრო რომ კვირაში 6 დღე მინიმუმ დავუთმო ამ თემებზე მუშაობას და აი არ ვიცი როგორ გამოდის გარეთვალიდან როგორ ჩანს ეს ყველაფერი რამდენად მარტივად ჩანს ჩემთვის ეს ძალიან მარტივი არ არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მიხარია ეს შრომა რასაც თქმა ძალიან დიდი ძალა უნდა თავი დავანებოთ აქედან რომ დავიწყოთ მარტო კამეს შეძლო ამდენი სიმართლე ელაპარაკო 1 და 2 არა ეს არის გაჩაღებული ბრძოლა და ამ ბრძოლაში გამარჯვებას გისურვებ და მართლა შენაირი ახალგაზრდები ჩვენი რეალური საქართველოს თვის ნამდვილად მოიტანენ ცვლილებებს მე ამის ჯერა ძალიან დიდი მადლობა ასე რომ შეუძლია ნებისმიერ მოხალისეს მოხალისეობრივად მხარდაჭერა და ამ წუთას არა ვარ ჟურნალისტი ვარ მხოლოდ შენი მხარდამჭერი მადლობა მადლობა ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი мотиваცია რომ ხედავ რომ ჩემი სათქმელი მოდის შენამდე და შენც რაღაცნაირად ამ აზრზე ხარ და თანამოაზრეები ვართ და აბსოლუტურად იზიარებ იმ სათქმელის შინაარს, რასაც ვამბობ. დიდი მადლობა. გვანცა თოთაძე იყო ჟურნალისტი და აქტივისტი ჩვენი სტუმარი ძვირფასო რადიო მსმენელებო ასე დაასრულდა 14 საათი და 4 წუთი ამ დროისათვის 4-5 წუთით გადავაცილეთ დროს მაგრამ მე ვფიქრობ რომ იყო ძალიან საინტერესო გვანცას უსურვებ წარმატებებს 6 აგვისტოს მე აუცილებლად მივალ და ვესწრები თუ კი შესაძლებლობა იქნება მაქსიმალურად გამოვიჩენ მხარდაჭერას ამ ყველაფრისათვის რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის კეთდება და ჩვენი ხალხისთვის ჩემთვის პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გემშვიდობებით პარასკევამდე ხვალ ჩემი უმშვენიერესი კოლეგა ლანა დაგიბრუნდებათ აბა დროებით კარგად